ნაწარმოები შეიცავს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან მოწყობილობის მოხმარებას. ნუ აიძულებთ ბავშვებს ისუნთქონ თქვენი კვამლი. მოწევა მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისათვის. წელს საქართველოში ჩამოსული უცხოელი დამსვენებლების უმეტესობა აღმოსავლეთიდანაა. შიდა ტურისტული ბაზრის გეოგრაფია ვიზიტორების წარმომავლობის მხრივ სრულიად შეცვლილია. როგორც ტუროპერატორების დიდი ნაწილი გვეუბნება, მაღალმხარჯველი სტუმრები ნაკლებად გსტუმრობენ. რა დანაკლისია ეს ქვეყნისთვის და განსაკუთრებულად ადგილობრივი თემების განვითარებისთვის, რეგიონების ეკონომიკისთვის. განმარტავს სამოქალაქო აქტივისტი, Traffic Travel-ის დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე. ის მიზნობრივი ბაზრები, რომლებიც ყოველთვის იყო განცხადებული ჩვენს მიერ, რომ ჩვენ უნდა მოგვეზიდა და გვემუშავა იმ ქვეყნების ბაზრებზე, სადაც არიან მაღალშემოსავლიანი, ანუ მაღალმხარჯველი ტურისტები, ეს ქვეყნები არის, რა თქმა უნდა, დასავლეთ ევროპა, ევროპა მთლიანად, შეერთებული შტატები, იაპონია, ავსტრალია, სამხრეთ კორეა, ეს ის ქვეყნებია, საიდანაც ტურისტები ჩამოდიოდნენ და დინამიკა ყოველთვის იყო მზარდი და რეალურად ეს ხალხი ასრულგმულებდა ქართულ ტურისტულ სექტორს, იმიტომ რომ ნებისმიერ სტატისტიკას რო შევხედოთ, ყველგან მსოფლიოში ქვეყნები, რომლებიც მე ჩამოვთვალე, ეს ის ხალხია, ვინც ყველაზე მეტ ფულს ხარჯავს მოგზაურობის დროს. და თან მნიშვნელოვანია ისიც, რომ მათი დახარჯული თანხები ნაწილდება სხვადასხვა ფენებში, მოსახლეობის სხვადასხვა ფენებში, იმიტომ რომ ისინი ცდილობენ ყოველთვის, ასე ვთქვათ, მაღალი კულტურის ტურისტები, თუ შეიძლება დავარქვათ ბრჭყალებში, ცდილობენ ყოველთვის დარჩნენ ის ადგილებზე, სადაც და ისეთ ადგილებზე ესტუმრონ, რითიც ისინი ეხმარებიან, თქვათ, ადგილობრივ თემებს. ეს იქნება მეღვინეობები, იქნება თუ საოჯახო სასტუმროები, იქნება თუ მცირე ზომის სასტუმროები, იშვიათად რომ მათ დაჯავშნონ ხუთვარსკვლავიანი ისეთი სასტუმროები, როგორც საერთაშორისო ბრენდებია, იმიტომ რომ თქვათ ესეთი სასტუმროები ყველა ქვეყანაში ერთნაირია და ამით არაფერ განსხვავებულს ვერ ნახულობენ, მაგრამ თან ასევე მათი მიზანი, თუნდაც ამბობენ ხოლმე ყოველთვის, რომ არის ის, რომ დაეხმარონ ყოველთვის თავიანთი ყოველი დახარჯული დოლარით ადგილობრივ მოსახლეობას. რატომ აღარ ჩამოდიან ევროპული კულტურის მაღალმხარჯველი ტურისტები საქართველოში? პასუხი მარტივია. მიზეზი რატო აღარ ჩამოდიან, იმიტომ რომ ქვეყნებში, სადაც იმ ქვეყნებში, რომელსაც აქვთ ცუდი იმიჯი და სადაც თქვათ ქვეყნებს აქვთ სახელი, რომ ვეხმარებით სახელმწიფოებს ისეც როგორც არის რუსეთი და არაერთი სტატია დაიწერა იმაზე და არაერთი გაფრთხილება მივიღეთ ამასთან დაკავშირებით, რომ საქართველო გამოიყენება სანქცირებული ტვირთის ტრანზიტისთვის. ყველაზე მარტივი მაგალითი შემიძლია მოგიყვანოთ, რაც ყველასთვის ცნობილია უკვე, რომ მანქანები, რომლებიც შემოდის და რომელიც არის ყველაზე ჩვენ დიდი საექსპორტო პროდუქტი ბრჭყალებში და ჩვენ არ ვაწარმოებთ მანქანებს, რეექსპორტი და გადის ეს შემდეგ ეს მანქანა ყირგიზეთში და შემდეგ შედის რუსეთში. ანუ ეს არის მარტივი მაგალითი იმის, თუ რაც ვიცით და რაც არ ვიცით, თუ რა სანქცირებული პროდუქტი გადის საქართველოს გავლით. ასევე შეიძლება იყოს ძალიან ბევრი ვარაუდი გამოითქვა ნავთობპროდუქტებზე და გაზთან დაკავშირებით. შემდეგ ესეთი იმიჯს, როცა იმკვიდრებ ქვეყანა საქართველოსდაირი ქვეყანა, იმიტომ რომ ჩვენ არ ვართ არც საფრანგეთი და არც დიდი ბრიტანეთი, სადაც რაღაც კატაკლიზმაც რომ მოხდეს, ძალიან მალევე ხდება ხოლმე ტურიზმის აღდგენა და შემდეგ ბრუნდებიან ისინი ტურისტები. ანუ იმიჯის მოპოვება ძალიან რთულია, ხოლო დანგრევა ძალიან ადვილია. ეს იმიჯი ახლა არის და ფაქტიურად ძალიან დაბალ ნიშნულზე, იმიტომ რომ მთელი წლის განმავლობაში რომელ ტურისტულ ლოკაციას არ უნდა გახვიდეთ, ეს იქნება მცხეთა, იქნება თუ ქუთაისი, თუ კახეთი, თუ ასევე თბილისის ის ადგილები, ძველი თბილისი, სადაც ტურისტები იყრებებიან ხოლმე, ის ქვეყნები, რომლებიც მე ჩამოვთვალე, იმ ქვეყნების მოქალაქეები ძალიან შემცირებულია. მე არ გეუბნებით ამას ჩვენი კომპანიის გადმოსახედიდან მხოლოდ, ზუსტად ანალოგიური სიტუაციაა, თქვენ თუ დაელაპარაკებით სასტუმროებს, ტურისტულ კომპანიებს, მძღოლებს, გიდებს და არ არის მოკლედ სახარბიელო მდგომარეობა. პლუს ასევე აუცილებლად უნდა დავამატოთ და აღვნიშნოთ ის, რომ სატრანსპორტო სფეროში მაგალითად უამრავი ავტობუსი და სამარშრუტო ტაქსი, ანუ სპრინტერებს ასაც ვეძახით, დადის უკვე რუსული ნომრებით, ბელორუსული ნომრებით და დაატარებენ თავიანთ ტურისტებს, რაც ადგილობრივ
ადგილობრივ ბიზნესებს რა თქმა უნდა პრობლემას უქმნის. ზოგადად არაფერი არ არის ცუდი კონკურენციაში და ის როცა ბევრი თავისუფალი ბაზარი როცა გვაქვს და ჯანსაღ კონკურენციაში ვართ ერთმანეთთან, მაგრამ რა თქმა უნდა ეს არ ვრცელდება ოკუპანტ ქვეყანაზე და მის წარმომადგენლებზე, იმიტომ რომ ჩვენ ვართ რეალურად ჰიბრიდულ ომში რუსეთთან, ჩვენი ტერიტორიები არის ოკუპირებული და რუსული ბიზნესის კეთების დრო და ადგილი ნამდვილად არ არის საქართველოს. სამწუხაროდ რეალობა პირიქით არის და ამ ეს რეალობა რაც დადგა ამას მივყავართ იმისკენ რომ ტურიზმის სფეროში არის სრული სტაგნაცია. ქვეყანაში თუ არ გამოსწორდა პოლიტიკური მდგომარეობა და თუ არ შეიცვალა აქ ის რეალობა რაც გაგვაჩნია დღესდღეობით, ის ტურიზმი რაც დღესდღეობით გვაქვს, ისიც აღარ გვეხდება ძალიან მალე. პარალელს გავანებთ. მიმდინარე ტურისტული სეზონი და სფეროში არსებული გამოწვევები შევაფასებინეთ სასტუმროების ფედერაციის პრეზიდენტსაც. პირველი კვარტალი იყო კატასტროფული. ჩვენ ესეთი ჩავარდნა, დაწყებული ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი, თებერვალი და მარტი, თუ არ ჩავხდით პანდემიას, ეს ჩავარდნა არ ქონია. აპრილიდან სეზონმა დაიწყო თანდათანობით გამოსწორება და მაისის შემდეგ უკვე სეზონი ძალიან დადებითი ტენდენციაში გადავიდა, საკმაოდ კარგი სეზონია სრულიად ქვეყნის მასშტაბით ამ ეტაპისთვის. თემა არის, რომ ქონდა ორკვირიანი ცოტა შეფერხება, როცა ისრაელი ირანის კონფლიქტი დაიწყო ამ პერიოდში, თუმცა ამის შემდეგ დღესდღეობით განსაკუთრებით ბათუმი და აჭარის მიმართულებით საკმაოდ დადებითი და კარგი სეზონი არის დღესდღეობით და საკმაოდ ესეთი დატვირთულია შავი ზღვისპირეთი წელს. რაც შეეხება თბილისშიც საკმაოდ დადებითი ტენდენცია და კარგი სეზონი გვაქვს. თის ზონა, ესე ვთქვათ, საშუალო სეზონია, მაგრამ ცუდი არა აქვს არავის. საშუალო სეზონია, ნორმალური სეზონია აქვს თითქმის უყურეს. კადრები მუდმივი თემა, არასოდეს არ დამთავრდება და კადრების გადამზადება უნდა ხდებოდეს სულ უწყვეტად და კადრების ნაკლებობა გვექნება ჩვენ ყოველთვის აბსოლუტურად ამ ეტაპისთვისაც შემდგომშიც და მანამდეც ქონდა, იმიტომ რომ კადრები როგორც კი რაღაცა დონეს აღწევენ და რაღაც განათლებას იღებენ და მით უმეტეს თუ უცხოენაც იციან, ეს კადრები საქართველოში არ ჩერდებიან და რა თქმა უნდა მიდიან საზღვარგარეთ. და ეს ქართული ტურიზმისთვის დამახასიათებელია, თუ სხვა ქვეყანაშიც არის ესეთი ამბავი, ბატონო შალვა? შეიძლება სხვა ქვეყანაშიც იყოს ნამდვილად, მაგრამ ჩვენი ვიდარდოთ, მე ნამდვილად არ ვედრები და არ უყურებ ჩვენ სხვა ქვეყანას, პირდაპირ ვიძახი, რომ ჩვენი ქვეყნიდან ის, ესე ვთქვათ, დატრენინგებული ადამიანები, რომლებიც ეხლა საქართველოში უნდა ქმნიდნენ სერვისს და ასე შემდეგ, როგორც კი რაღაც დონადიან, ქვეყანას თოვებენ და გადიან ქვეყანაში. მაია მახათაძე, რომელიც ტურიზმის მენეჯმენტით დაკავებულია წლების განმავლობაში, ამბობს, რომ ტურიზმის დინამიკა ქვეყანაში წლის დასაწყისისთვის დაღმავალ ტრენდს აჩვენებდა, თუმცა მაისიდან აღმასვლა დაიწყო და პიკი ჯერ კიდევ წინაა. ფაქტიურად წელი დაიწყო სხვადასხვა ტიპის ისეთი დატვირთული აქტივობით, ცოტა ნეგატიური კუთხით გულისხმობ, რა დროსაც შეიძლება ითქვას, რომ ცოტა მინიმუმ დაიკარგა გარკვეული мотиваცია ტურიზმის კუთხით. ანუ ჩვენ ადამიანები, რომლებიც ამ ბიზნესში გვაქვს მოთამაშე პოზიციები, როგორც სასტუმრო, სარესტორნო მიმართულებით, თავიდან ნეგატიური და არაპესიმისტური პროგნოზები კეთდებოდა, იმიტომ რომ გვესმის, რომ ქვეყანაში იყო საკმაოდ დატვირთული და დაძაბული უარყოფითი ენერგოველი. ამან მოგვიტანა ის, რომ დაფრთხა ტურიზმი, ნებისმიერი მოგზაურისთვის სტაბილური გარემო ძალიან მნიშვნელოვანია და ამან გამოიწვია ტურისტის დაფრთხობა, ესე ვთქვათ. რამაც მნიშვნელოვნად გაანულა და გააუქმა ყველა ტიპის უკვე დაგეგმილი ღონისძიებები ქვეყანაში, მათ შორის როგორც ტურისტული, ისე საქმიანი ვიზიტები. შესაბამისად, ასეთი დასაწყისი ყოველთვის არის მტკივნეული ჩვენი სფეროსთვის. თუმცა შემდეგ როგორც წარიმართა მოვლენები, ანუ გარკვეულწილად მდგომარეობის დაწყნარებამ მოგვცა რა თქმა უნდა იმის დიდი იმედი, რომ სიტუაცია დადებითად შეიცვლებოდა, დაიწყო ინტენსიური მუშაობა, ამას დაემატა მარტში დამატებული პირდაპირი ფრენები სხვადასხვა საერთაშორისო ლოკაციებიდან და ეს არის პირდაპირი ფრენები. აქედან გამომდინარე, ამან ასევე პოზიტიური გავლენა იქონია ტურიზმის მზარდ შკალაზე და დამატებით კიდევ ის, რომ
ტურისტული სექტორი სეზონი შევიდა ნელ-ნელა თავის მოსალოდნელ პიკის პერიოდში. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ დროს უკვე მზარდმა ნაკადებმა გადააჭარბა და დააბალანსა დაკარგული, ესე ვთქვათ, პოტენციური ჩვენი მოგზაური იანვარ-თებერვლის პერიოდზე და აქეთ ამ ხარეს მოგვცა მისი მზარდი დინამიკა. ჯერჯერობით მივდივართ აბსოლუტურად აღმავალ ჭრილში. იმდენად აღმავალ, რომ ფაქტიურად ააჭარბებს ყველა წარსული წლის მონაცემების იგივე პერიოდთან შედარებით თუ შევადარებთ და ფაქტიურად შემიძლია ვთქვა, რომ დღევანდელი მონაცემებიდან გამომდინარე პროგნოზი გვაქვს, რომ ფაქტიურად ახალი წლის პერიოდის ჩათვლით სასტუმროები დადებით პროგნოზს აკეთებენ დატვირთულობის კუთხით. ძალიან მცირედით შევეხოთ ზოგად სურათს, არა მხოლოდ რაც შეეხება აგროტურიზმს, რომელიც სპეციალისტების აბსოლუტური უმრავლესობის აზრით სოფლის ტურიზმის განვითარების უმთავრესი ბერკეტია, ყველა ერთხმად თანხმდება, რომ ქვეყანას ამ მხრივ დიდი პოტენციალი აქვს, თუმცა ჯერ კიდევ გამოუყენებელი. აგროტურიზმის განვითარების მთავარ ბარიერად კი ინფრასტრუქტურული გაუმართავობა სახელდება. პოტენციალი გვაქვს უდიდესი, თუმცა ჯერჯერობით ამ მიმართულებით ბევრი ტიპის მექანიზმი გვჭირდება, რომელიც ამ მიმართულებას ძალიან მაღალ დონეზე განავითარებს, თუმცა პოტენციალის კუთხით არც ერთ მსოფლიო დონის ქვეყანას არ ჩამოუვარდებით. თვითონ ჩვენი ტურისტული ობიექტებიც ზუსტად ინიშება, ესე ვთქვათ, აი ნიშაში ჯდება. ჩვენ გვაქვს მაგალითად სამთო მოგზაურის, მოთხილამურის მოგზაურის, გვაქვს როგორც ბანაკის ტიპის დასვენება, ისე გვაქვს ესე ვთქვათ როგორ გითხრათ, ანუ თქვათ, საცხენოსნო მოყვარულის, სოფლის მეურნეობის პროდუქტების მოყვარული, სხვადასხვა დივერსიფიცირებული მოგზაურის მოყვარულის განთავსების ჩაშლა. აი მაგალითად გლემპინგი შემოვიდა ბოლო პერიოდში, რომელიც არ იყო ადრე ესეთი აქტუალური, ანუ გლემპინგი, რომელიც არის მოპირკეთებული, კეთილმოწყობილი კარავი, მოდი ესე ვთქვათ, ხო? ანუ ამის მოგზაურობის მოყვარულისთვის განთავსების შესაძლებლობაც გაჩნდა, ამის ანუ ეს ნიშაც დაიფარა. ასევე მაგალითად ბალნეოლოგიური განთავსება, ანუ სამედიცინო ტურიზმი განვითარდა ქვეყანაში, ანუ გამოდის, რომ ამ მიმართულებით მოგზაურისთვისაც გაჩნდა განთავსება. არის მაგალითად კოტეჯების მოყვარულები, ხო თქვათ, ვისაც სურს, რომ პირობითად თავისი საკვები პროდუქტებით წავიდეს და კოტეჯში თვითონ მიიღოს მომსახურება. ბოლო პერიოდი განვითარდა აპარტამენტების მიმართულება, აპარტ-ჰოტელები, მოდი ესე ვთქვათ, ხო? სადაც არის აბსოლუტურად აი აქაც ამ შენობაშიც აპარტ-ჰოტელისა და ჰოტელის კომბინაცია გვაქვს. ანუ ბოლო წლები, აი ბოლო უფრო პანდემიამდე დაიწყო, მაგრამ პანდემიის შემდეგ განსაკუთრებით, აი პანდემიამ ძალიან ესეთი ბევრი სწორი მიმართულება მოგვცა. იქ გამოიკვეთა რამდენი მილენიალების მაგალითად სასტუმროები გაჩნდა, სადაც შეგიძლია რომ თან იმუშაო, თან იმოგზაურო, ანუ საერთო სივრცეები გაჩნდა, რომელიც აი ასე შემდეგ, ანუ ოფისების ეკონომიამ გამოიწვია საერთო სივრცეების გაჩენა და ეს მიმართულება განვითარდა. შემდეგ ინვესტორი მიხვდა, რომ მოდი იქვე გავაკეთო ბარემ სასტუმრო, რადგან და აი ბოლო 5 წელი ესე რომ გამოვუყოთ, აი მთელი 20-25 რო ავიღოთ, ჩვენს ქვეყანაშიც და ზოგადად მსოფლიოშიც კაფსულა სასტუმროები შემოვიდა. ანუ ბევრნაირი მოგზაურის სხვადასხვა დივერსიფიცირებული პროდუქტი გაჩნდა ტურიზმში, მისი საფასო ნიშნის მიხედვით. ყველა გეოგრაფიული ლოკაციის მოგზაურს აქვს თავისი მოლოდინი მომსახურებასთან დაკავშირებით. ეხლა პირობითად ეხლა მაგალითად თქვა არაბული ქვეყნები რო ავიღოთ, სადაც ტურიზმი მაღალ დონეზეა განვითარებული, თუნდაც გაერთიანებული საემიროები, ხო? ანუ ეხლა იქაური მოგზაური, რა თქმა უნდა, მაღალი დონის მომსახურებას ელოდება, იმიტომ რომ დუბაიში და ზოგადად საემიროებში საკმაოდ განვითარებულია მომსახურება. თუმცა თუ ავიღებთ სხვა განსხვავებულ თქვა GCC-ის ქვეყნებს, რომლებიც არა მხოლოდ მაღალ განვითარებული ტურისტული ქვეყნებიდან მოგზაურობენ არაბეთს, სადაც თქვა მეტნაკლებად საშუალო დონეზეა განვითარებული, რა თქმა უნდა, მათ შეიძლება არც კონდეთ მაღალი დონის მომსახურების მოლოდინი და პირიქით ის იყოს ბიუჯეტური მოგზაური და თავის ჭრილში. ამიტომ ჩვენ თუ დივერსიფიკაციას გავაკეთებთ მოგზაურის კუთხით, შესაბამისად დივერსიფიკაციას ვერ გავაკეთებთ მომსახურების კუთხით. ამიტომ მომსახურებას ვერ ვათამაშებთ დონეებად, ხო? ანუ ყოველთვის უნდა იყოს გარკვეულწილად შესაფერისი იმის, როგორი პოზიციონირებაც აქვს კონკრეტულ ობიექტს, აი მაგალითად 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო ქალაქის ცენტრალურ ლოკაციაზე, პირობითად
თქვათ, ბიზნეს დატვირთულობით უნდა გქონდეს შესაფერისი მომსახურება. ამიტომ იქ ჩვენ ვერ ვათამაშებთ. ხვალ ჩვენ სტუმარი რომელი ქვეყნიდან ჩამოგვივა, დავწიოთ სერვისი თუ ავწიოთ. ევროპულ მოგზაურს რაც შეეხება, ევროპულ მოგზაურს თავისი მოლოდინი აქვს მომსახურებასთან დაკავშირებით. ისინი ელოდებიან ყოველთვის სწრაფ და ხარისხიან მომსახურებას. ანუ ევროპელი მოგზაური არ დათმობს, ესე ვთქვათ, და არ დატოვებს მაღალ კმაყოფილების კომენტარს, თუ კი მას არ აქვს ორივე ერთად სწრაფიც და ხარისხიანიც. პირობითად, ვთქვათ, ებრაელი მოგზაური, ვთქვათ, ეს იქნება ყაზახი თუ აი ნების იტალიელი, მოკლედ არა, ამას უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა. ზოგან საერთო მომსახურების სტანდარტი მუშაობს და არ არის აუცილებელი რომელიმე სეგმენტიდან იყოს. ამიტომ მე ასე ვიტყოდი, რომ ეს არ არის ჩვენთვის არგუმენტი, საიდან გვეყოლება ან არ გვეყოლება სტუმარი, რადგან ტურიზმი არის ჭრელი, არის მუდმივად турბულენციის ქვეშ და ხან გვაქვს რთული გამოწვევები, მე ვიტყოდი, რომ ქვეყანას უნდა გქონდეს მაღალი მომსახურების სტანდარტი, მით უმეტეს მისი გეოგრაფიული ლოკაციიდან გამომდინარე, ეს არ გვაძლევს იმის ფუფუნების საშუალებას, რომ ჩვენ ხან დავწიოთ, ხან ავწიოთ სერვისის. აგროტურიზმის განვითარების დიდი ბიძგი საქართველოში დასავლელი ტურისტების ნაკადის ზრდა იყო. როგორც ცოტნე ჯაფარიძე ამბობს, მაღალმხარჯველი ტურისტების ოდენობის კლება ამ სფეროსაც მთელი ადგილობრივი ტურიზმის მსგავსად სტაგნაციაში შეიყვანს. პოტენციალი აქვს ძალიან დიდი საქართველოში ზოგადად ტურისტსაც და კონკრეტულად აგროტურიზმი არის ნიშური სფერო ტურიზმის და ამაზე არის საკმაოდ დიდი მოთხოვნა და სწორედ იმ ქვეყნის მოქალაქეები, რომელიც მე აღნიშნე, ამ სერვისში ხარჯავენ საკმაოდ დიდ თანხებს და ფასებს არც უყურებენ. ოღონდ შენ შეიყვანე იქ ბოსტანში პამიდორი მოაკრეფინე, თქვათ, ძროხა მოაწველინე, შემდეგ მარანში შეიყვანე და მიაღებინე რთულში მონაწილეობა, ან ყველის ამოყანაში მიიღე მონაწილეობა. ამაში იხდიან ძალიან ბევრ ფულს. და რეალურად ვინც ამ სფერო ამ მიმართულებას უნდა ასაზრდოებდეს, ის სეგმენტი დღეს საქართველოში ფაქტურად აღარ ჩამოდის. შესაბამისად, სოფლის მეურნეობას საკმაოდ უჭირს ისედაც, იცით და სოფლის მეურნეობა არ არის წამყვანი მოთამაშე ჩვენს ეკონომიკაში, მაგრამ აგროტურიზმის მიმართულებით ჩვენთან რო ჩამოდიოდეს ის კატეგორია, რომ ჩამოდიოდა სხვადასხვა 2000 პანდემიამდე და პრინციპში უფრო რო ჩავასწორო უკრაინის ომამდე, უკრაინის ომის შემდეგ გამოაჩინა ჩვენმა მთავრობამ თავისი რეალური სახე, რომელიც მიდის რუსეთის ორბიტისკენ. ამის შემდეგ დაიწყო უკვე ამ ტურისტების მნიშვნელოვანი შემცირება. შესაბამისად, ეს სფეროც, აგროტურიზმის სფეროც არის საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში. არც გვაქვს ბევრი არჩევანი ჩვენ ტურისტებისთვის, რომ წავიყვანოთ ობიექტები, სადაც რეალურად მართლა აგროტურიზმს შევთავაზებთ. შესაბამისად, მოთხოვნა მიწოდების ამბავია ზუსტად, თუ არ არის მოთხოვნა, შესაბამისად მიწოდებაც არ არის. ამიტომ ისევე როგორც ტურიზმი და ნებისმიერი მისი სხვა განშტოება, ასევე აგროტურიზმიც განიცდის საკმაოდ რთულ პერიოდს დღესდღეობით და თუ არ გამოსწორდა ქვეყანაში რამე, მერწმუნეთ, რომ ჩვენ აქ ვარ და კიდე შეგვიძლია ვილაპარაკოთ ამ თემაზე რამდენიც გინდათ და გავშალოთ თემა, მაგრამ ეს სექტორი წავა უკან და უკან. 2025 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით შემომსვლელი ტურიზმიდან ქვეყნის საერთო შემოსავალმა $1,971 მილიონი შეადგინა. ამავე პერიოდში რუსმა ტურისტებმა საქართველოში $307,800,000 დახარჯეს. დახარჯული თანხის მოცულობით რუსეთის მოქალაქეები უცხოელ ტურისტებს შორის პირველ ადგილს იკავებენ. მეორე ადგილზე არიან ტურისტები ევროკავშირის ქვეყნიდან, რომლებმაც მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველოში $267,100,000-მდე დახარჯეს. რა განვითარების დონეზეა ტურიზმი სოფლად და რა გამოწვევები აქვთ აგროტურისტულ ბიზნეს ოპერატორებს დღეს საქართველოში. მოდით უპირველესად ვთქვათ, რა განსხვავებაა სოფლისა და აგროტურიზმის შორის. აგროტურიზმი ფერმერულ მეურნეობაზე დაფუძნებული ტურისტული სერვისია, ანუ აქ წამყვანია აგროწარმოება და დამატებითია ტურიზმი. სოფლის ტურიზმში კი პირიქით ტურისტული სერვისია წამყვანი და სულაც არ მოეთხოვება მას წარმოების ადგილზევე ქონა. საქართველოს აგროტურიზმის რეგიონული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი უკეთ აგვიხსნის. აგროტურიზმი არის ფაქტიურად ფერმერულ მეურნეობაზე დაფუძნებული ტურისტული მომსახურების შეთავაზება. ანუ აქ მთავარი წამყვანი არის ფერმერული მეურნეობა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის პირველად წარმოება
და დამხმარე კომპონენტი არის ტურიზმი. თუმცა სოფლის ტურიზმის შემთხვევაში შეიძლება საერთოდ არ იყოს ფერმერული მეურნეობა, არ ქონდეს ადამიანს სასოფლო სამეურნეო წარმოება, შეიძლება იყოს თბილისიდან ან ქალაქებიდან წასული ადამიანი, რომელმაც სოფელში იყიდა სახლი და აქირავებს სახლს ან თავაზობს რაღაცა კვებას. ეს არ არის აგროტურისტული ობიექტი, ეს არის სოფლის ტურიზმი, თუმცა რა თქმა უნდა ესეც ხელს უწყობს აგროტურიზმის განვითარებას და ადგილობრივი პროდუქტის წარმოებას, იმიტომ რომ მან შეიძლება მეზობლისგან შეიძინოს გადამი, კვერცხი თუ რაღაცა, მაგრამ ეს მაინც ცოტა სხვა არის, ვიდრე აგროტურიზმი. კანონპროექტში გათვალისწინებულია ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც ტურისტული საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტისთვის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაცია სავალდებულო გახდა. აქ მოიაზრება როგორც ტუროპერატორები, ისე გიდები, ასევე მაღალი რისკის შემცველი ტურისტული საქმიანობები. ტურიზმის ერთიან კანონში ინტეგრირებულია სოფლის და აგროტურიზმის მარეგულირებელი ნორმებიც. კანონი, როდესაც რაღაც მიმართულებას არეგულირებს, ის უფრო სწრაფად ვითარდება, ხო? იქ სტანდარტთან მიმართებაში შეიძლება იყოს იგივე სუბსიდირებასთან მიმართებაში, შეღავათი და ასე შემდეგ. ჩვენ ფერმერთა ასოციაცია წლების განმავლობაში ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად ვიყავით ჩართული. პრინციპში ჩვენ შევიმუშავეთ ის აგროტურიზმის კანონპროექტი, რომელიც წარუდგინეთ პარლამენტს, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ის შეჩერდა, თუმცა გაერთიანდა ერთ დიდ ტურიზმის კანონში. ჩვენ თავიდან ვიყავით ამის ძალიან წინააღმდეგი, იმიტომ რომ თვლიდით, რომ აგროტურიზმს განსხვავებული ნიშა უკავია ვიდრე ზოგადად ტურიზმის კანონის რეგულირებას, თუმცა მნიშვნელოვანია ის, რომ აი ბოლო ვერსია, რომელიც ახლა გადმოგვიგზავნეს, აბსოლუტურად გათვალისწინებულია ყველა ის ჩვენი რჩევა, დაწყებული შეღავათებიდან, იგივე სტანდარტის ნაწილში, რომელიც აგროტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს. იმედს ვიტოვებთ, რომ ამ წელიწადს მოხდება უკვე სრულად დაინიცირება და მიღება კანონის, რაც ასევე დონორ ორგანიზაციებსაც შეუწყობს ხელს, რომ უფრო სწორად მოახდინონ ინვესტირება აგროტურიზმის განვითარების კუთხით, ასევე სახელმწიფოს უფრო ნათვალ-ნათელს გაუხდის, რამდენი ტურისტული ობიექტი არსებობს, აგროტურისტული ობიექტი არსებობს რეგიონებში, იმიტომ რომ უმეტეს ნაწილად ამის აღრიცხვიანობა პრინციპში არ ხდება, ხო? იმიტომ რომ ეს არის ოჯახური მეურნეობები და შესაბამისად უფრო კარგია, როდესაც უკვე შეგვიძლია რუქაზე დავიტანოთ, გზამკვლევი გავაკეთოთ, ჩვენ პლატფორმად შევქმნით AgroGate World-ი, სადაც საქართველოს, სომხეთი, აზერბაიჯანი გვაქვს აგროტურისტული ობიექტების კუთხით დატანილი, რომ უფრო მიკვლევადი გახდეს ტურისტისთვის ის კონკრეტული ლოკაცია. ამიტომ ვფიქრობ, რომ კანონიც ხელს შეუწყობს ამავდროულად დონორი და სახელმწიფოს მხარდაჭერა და კერძო სექტორი ძალიან აქტიურად არის ჩართული, როდესაც დიდი ბიზნესები სოციალური კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში მცირე ბიზნესებს ეხმარებიან და თქვათ თავიანთი სტუმრები იგივე აგროტურისტულ ობიექტებზე მიყავთ. სოფლისა და აგროტურიზმი საქართველოსთვის არ ახალია, თუმცა კანონით ახლა ის ბევრად ფორმალურ სახეს იღებს. განიმარტა რა არის აგროტურიზმი. თუ საერთაშორისო პრაქტიკას შევხედავთ, გათვალისწინებულია საგადასახადო შეღავათები აგროტურისტული ობიექტებისთვის. მაგალითად, იტალიაში ამგვარმა მიდგომამ მიტოვებული ფერმერული მეურნეობები გამოაცოცხლა. ამ ეტაპზე ხდება ტურიზმის კანონის ცვლილება, სადაც ძალიან მიხარია, რომ ხდება აგროტურიზმის განმარტების შესვლა. ანუ კანონი განმარტავს აგროტურისტული ობიექტს, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაბამისად სახელმწიფოს მიერ მოხდება ამ აგროტურისტული ობიექტების დარეგისტრირება კონკრეტული კრიტერიუმების მიხედვით. ეს საშუალებას მოგცემს, რომ უფრო გაგვეხსნას ხელი იმისთვის, რომ მოხდეს მათი კონკრეტული მიზანმიმართული დახმარება და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სახელმწიფოს მიერაც შემუშავდება წამახალისებელი პროგრამები, იქნება ეს აწარმოე საქართველო თუ სხვა საგადასახადო შეღავათები. იმიტომ რომ აი მოგახსენებთ, იტალიაში მაგალითად ეს დარგი განვითარდა კონკრეტული საგადასახადო შეღავათების წყალობით, რამაც საშუალება მისცა, რომ ეს მიტოვებული ფერმერული მეურნეობები, რომლებიც დაცარიელებული იყო, უკან დაბრუნებული იყო პატრონს, ახალგაზრდები ბრუნდებიან, იქ კონკრეტულ სხვადასხვა სერვისებს ანვითარებენ და ეს დარგი საკმაოდ განვითარებულია. რა თქმა უნდა, მათაც აქვთ გამოწვევები, ისევე როგორც ჩვენ, ეს არის მუშახელის ნაკლებობა, კვალიფიციური მუშახელი და
ასე შემდეგ, მაგრამ ეს სფერო საკმაოდ წინ წასულია. კონკრეტულად იქ რო ვიკითხეთ იტალიაში, რა საკადასახადო შეღავათები ქონდნენ, მათ გვითხრეს, რომ აი ფერმერული მეურნეობა კონკრეტული რაღაცა ტიპის ბეგარათი იბეგრება, კონკრეტულად ვერ გეტყვით, ეხლა ეს 12%-ია თუ 10 ზუსტად არ ვიცი, მაგრამ სარესტორნო მომსახურება და სასტუმრო მომსახურება სულ სხვა საკადასახადო რეჟიმი აქვს შესაბამისად. თუმცა თუ ეს არის აგროტურისტული ობიექტები, იგივე ტიპის მომსახურებას იქნება ეს განთავსება თუ კვების ობიექტის დამატება, იგივე საკადასახადო რეჟიმით იბეგრება, რაც ფერმერი და არა როგორც დავუშვათ სასტუმრო მეწარმე თუ ეს ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის, იმიტომ რომ სტიმულს აძლევს, რომ დააბალანსოს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტიდან მიღებული შემოსავალი, ზოგ პერიოდში ის მაღალია, ზოგ პერიოდში დაბალი, იმიტომ რომ გარემო პირობებზეა დამოკიდებული, თუმცა ტურიზმიდან შემოსული შემოსავლები მათ საშუალებას აძლევს, რომ დააბალანსონ მათი ეს მოგება ზარალის ამბავი და დავუშვათ იმედგაცრუება არ გამოიწვევს, იმიტომ რომ არის ზოგი ფერმერი, რომელიც ამბობს, რომ ერთ წელს მოგება მაქვს, მეორე წელს ზარალი დავიღალე, მოდი დავანებებ, მაგრამ ეს ტურიზმი მათთვის დამატებით სამუშაო ძალას ქმნის, დამატებით შემოსავალს ქმნის, რომელიც სტიმულს აძლევს, რომ ისინი დარჩნენ ადგილზე და განაგრძონ სოფლის მეურნეობაში მუშაობა. აგრო და სოფლის ტურიზმი ნიშური მიმართულებაა. იმ პირობებში, როცა მას ტურიზმისგან თავის დაცვას დღეს თითქმის ყველა ქვეყანა სხვადასხვა ზომების გატარებით ცდილობს, ზოგი გადასახადს აწესებს, ზოგი საათობრივ შეზღუდვებს აწესებს, ზოგი ხმაურს კრძალავს, ზოგი სასმელს და სხვა საშუალებებს, აგრო და სასოფლო ტურიზმი კიდევ უფრო მოთხოვნადი ხდება. მისი დამატებითი სიკეთე ისიცაა, რომ ტურიზმი ხშირად ადგილობრივი წარმოების ზრდის სტიმული ხდება. აგროტურიზმი ხდება მსოფლიოში ყველაზე ტრენდური და მიმზიდველი. ჩვენ ქვეყანას გააჩნია მართლა უნიკალური შესაძლებლობა, იმიტომ რომ ვიცით, რომ გვაქვს 10 რეგიონი, გვაქვს 10-ვე რეგიონში დამახასიათებელი გასტრონომია, ღვინო, ფოლკლორი და ასე შემდეგ. და სტატისტიკაც აჩვენებს იმას, რომ მსოფლიო მოსახლეობის 1/6 უფრო აქტიურად არის ჩართული აგროტურიზმით, ტურიზმში, ვიდრე თქვათ ისინი დიდ ქალაქებში იწყებენ გადაადგილებას. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ რეგიონის ჭრილში ძალიან მნიშვნელოვანი არის აგროტურიზმის განვითარება, არა მხოლოდ უცხოელების, არამედ ჩვენთვის ადგილობრივი მოქალაქეებისთვის, იმიტომ რომ ძალიან ბევრმა ახლა აღმოაჩინა თურმე რამდენი უნიკალური ადგილი გვქონია და პანდემიამ ამას ძალიან შეუწყო ხელი და სოფლის მეურნეობის განვითარება და ნებისმიერი მიმართულების განვითარება, მათ შორის სერვისების პირდაპირ პროპორციულად უკავშირდება აგროტურიზმის განვითარებას. იმიტომ რომ თუ აგროტურიზმი ვითარდება, იქ სოფლის მეურნეობის პროდუქტიც ვითარდება და იქ სერვისებიც ვითარდება და უფრო დივერსიფიცირება ხდება, უფრო მეტი სამუშაო ადგილი იქნება და უფრო მიმზიდველი ხდება ნებისმიერი ადგილობრივი იქნება ეს საერთაშორისო ტურისტისთვის ის კონკრეტული რეგიონი. ადგილობრივი წარმოების ზრდა არა მხოლოდ ტურიზმის განვითარების წინაპირობაა, არამედ სასურსათო უსაფრთხოების მთავარი გარანტიც და კიდევ ადგილობრივი ეკოლოგიურად სუფთა წარმოება პირდაპირ კავშირშია ჩვენსავე ჯანმრთელობასთან. ექსპორტის შემთხვევაში კი დამატებითი ბენეფიტია მაღალი შემოსავალიც. ჩვენი პოზიცია არის ის, რომ ბიომიმართულება და ორგანული წარმოება არის ის ნიშა, რომელიც ჩვენ ქვეყანას გააჩნია. არ არის ათვისებული მოხმარება იზრდება, გადამხდელ უნარიანობა შეიძლება ჩვენ ქვეყანაში ჩემდა სამწუხაროდ ისეთი მაღალი არ იყოს, მაგრამ ტურიზმის ნაწილში და ექსპორტის კუთხით ეს ძალიან მოთხოვნადია და შესაძლებელია, რომ ბიომეურნეობები უფრო საექსპორტო პოტენციალის მატარებლები იყვნენ, ვიდრე შეიძლება ეს ადგილობრივ, თქვათ, აქ დაიმკვიდრონ ამ კუთხით თავი. თუმცა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ხარისხზე ორიენტირებული ფერმერული მეურნეობების განვითარება, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ სტატისტიკას, ხედავთ როგორ გაახალგაზრდა სიმსივნე და ეს პირდაპირ პროპორციულად ეხება სოფლის მეურნეობის პროდუქტებს და იმ არასწორ აგრო, ასე ვთქვათ, პროცედურებს, რომელსაც რიგ შემთხვევაში არაკეთილსინდისიერი ფერმერები ეწევიან. ამიტომ ის, რომ აგროტურიზმს განავითარებს, რა თქმა უნდა, განავითარებს, მეორეს მხრივ ეს განავითარებს ჩვენ საექსპორტო პოტენციალს და ამავდროულად ხარისხზე ორიენტირებას. ჩვენ მაგალითად ფერმერთა ასოციაციაში გეოგაპის სტანდარტიც კი შევიმუშავეთ იმისთვის, რომ ადგილობრივ წარმოებას შეუწყოთ ხელი, ხარისხიანი პროდუქტი ვაწარმოებინოთ ფერმერებს და შემდგომ უკვე
უკვე საექსპორტო ბაზარზე ვაზრუნოთ და ეს ვთქვათ დავეხმაროთ, მაგრამ ამავდროულად მუშაობს ელკანა, რომელიც ძალიან ეხმარება ფერმერებს ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტის წარმოებაში. ეს არის ქვეყნის პოტენცია და მე ვფიქრობ, რომ ეს პოტენცია სრულად უნდა იქნეს ათვისებული. ისევე როგორც ზოგადი ტურიზმი, სოფლის და აგროტურიზმიც უკვე დიდი ხანია ერთი ქვეყნის საზღვრებს გასცდა. მეზობელი ქვეყნები ცდილობენ რეგიონული აგროტურისტული პაკეტების შექმნან. ამის მცდელობა აქვს საქართველოსაც. დონორების დახმარებით, სწორედ ამ მიზნით ჩვენს ქვეყანაში შეიქმნა აგროტურიზმის რეგიონული ასოციაცია, რომლის მიზანი სფეროს პოპულარიზაცია და ადვოკატირება. მიმდინარეობს მუშაობა სამხრეთ კავკასიაში სამოგზაურო რუკის ჩამოყალიბებაზე, ანუ იმაზე, რომ სამხრეთ კავკასია მოინიშნოს სამოგზაურო რუკაზე, როგორც ერთ-ერთი საინტერესო და აგროტურისტული ობიექტი. როგორც ასოციაციის დირექტორი გვეუბნება, სამეზობლოსთან შედარებით საქართველოში აგროტურიზმი ბევრად წინ წასულია. სხვადასხვა დონორების მიერ იქნება ეს USAID თუ შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო განახორციელეთ პატარა-პატარა პროექტები, რომლებიც მოიცავდა ამ სამ ქვეყანას. და ეს პროექტები ძირითადად იყო უნარების და შესაძლებლობების გაძლიერებაზე, ანუ ტრეინინგების შეთავაზება. ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში მაგალითად შეიქმნა Mastercard-თან თანამშრომლობით ციფრული პლატფორმა, რომელიც თავაზობს მხოლოდ აგროტურისტული ობიექტების დაჯავშნის პლატფორმაა და მასზე გათავსებულები არიან როგორც ქართული, სომხური და აზერბაიჯანული ობიექტები. განსაკუთრებით აი ამერიკიდან, დუბაიდან, შორიდან მომავალი ტურისტები ცდილობენ რომ მიაბან რამდენიმე ქვეყანა, იმიტომ რომ საქართველოს, სომხეთი, აზერბაიჯანი, იცით რომ პატარა ქვეყნები ვარ და ამათი მოვლა საკმაოდ ესეთი მცირე დროში შესაძლებელია. ეს მთავარი დამოკიდებული არის ტუროპერატორების მიერ ასეთი ტურების შექმნაზე. იმიტომ რომ მათ აინტერესებს მოინახულონ საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის დააგემნონ ქართული სამზარეულო, აზერბაიჯანული, სომხური კონიაკი თუ ასე შემდეგ და ეს საინტერესოა, თუმცა ამ სფეროშიც არის საკმაოდ მნიშვნელოვანი სამუშაოები გასაწევი. ამ ეტაპზე ხა მე როგორც გითხარით, რომ ეს პლატფორმა რაც შეიქმნა, ეს ძალიან პატარა ნაბიჯია, მოგეხსენებათ, მაგრამ ეს არის ერთი ნაბიჯი იმისთვის, რომ პოპულარიზაცია გავაკეთოთ ამ სამივე ქვეყნის და შევთავაზოთ სამხრეთ კავკასია როგორც აგროტურისტული ობიექტი, თუმცა ბევრი სამუშაოა ამისთვის გასაწევი ჯერ. მინდა გითხრათ, რომ ეს აგროტურიზმის განვითარების კუთხით საქართველოს მნიშვნელოვნად წინ არის, თუნდაც სომხეთსა და აზერბაიჯანში. საქართველოში არის ძალიან ბევრი ობიექტი უკვე, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს აგროტურისტულ ობიექტად. სომხეთში მეტნაკლებად განვითარებულია. აზერბაიჯანთან დაკავშირებით წავატყდით ცოტა პრობლემებს, იმიტომ რომ იქ აგროტურიზმი არ არის იმდენად, აი სოფლის ტურიზმი უფრო კი. სოფლის ტურიზმი, მაგრამ არა აგრო. შესაბამისად, ეს სფერო იქ ძალიან ახალია, თუმცა როგორც მოგეხსენებათ, ხა ჩვენც ახლა ვიწყებთ საკანონმდებლო დონეზე მუშაობას, დონორების დაფინანსება ახლა. ანუ ვფიქრობ, რომ ეს განვითარდება, თუმცა საქართველოს გაცილებით წინ არის ამ ორ ქვეყანასთან შედარებით. როცა აგროტურიზმზე ვსაუბრობთ, არაფერი ფერმერის გარეშე აქ არ გამოვა, ამიტომ როგორ ხედავს ამ სფეროს რეგიონულ კონტექსტში ფერმერთა გაერთიანება და მეთანხმებით საინტერესოა, ამიტომ მოვუსმინოთ ნინო ზამბახიძეს, ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარეს. ზოგადად მთელი მსოფლიო გადასულია რეგიონზე ზრუნვას. ეს აღარ არის უკვე ცალკეულად მოაზრებული, თქვა საქართველოს, ცალკეულად სომხეთი, აზერბაიჯანი, ასე შემდეგ. ეს კონკრეტული დადგა სასურსათო უსაფრთხოებიდან გამომდინარეც მათ შორის, იმიტომ რომ სასურსათო უსაფრთხოება უკვე რეგიონულ ჭრილში არის განსახილველი და განსაკუთრებით ეს რეგიონული კონტექსტი გააძლიერა უკრაინაში რუსეთის ესეთმა მძიმემ და არასწორმა ინტერვენციამ, რომელსაც ასევე საქართველოს არის ნაწილი, ხო? წლების განმავლობაში ჩვენთან ხდებოდა და ხდება და ახლა უკრაინაში არის ასეთი მძიმე მდგომარეობა. ამიტომ ეს კონტექსტი, რომ ტურისტი ჩამოვიდეს, უკვე მიმზიდველი არის მისთვის რეგიონულ ჭრილში ტურიზმი და არა მხოლოდ საქართველოში და შეიძლება ძალიან მარტივად სომხეთში და აზერბაიჯანში წავიდეს და სწორედ ეს ვებგვერდი ეხმარება იმაში, რომ ნახოს მთლიანი გზა რისი გავლა უწევს, რა არის ერთმანეთთან ახლოს და რა არის სანახავი. უფრო უმარტივებ
აიძულებს მას ქვეყანაში ჩამოსვლა, შეიძლება ბევრი უცხოელი მხოლოდ აზერბაიჯანში მიდიოდეს და საქართველოში არ მოდიოდეს, მაგრამ აი ეს იყოს სწორედ მიმზიდველობის ცენტრი, რომ ნახო რამდენად მარტივად შესაძლებელია იგივე საქართველოში აგროტურისტული მიმართულებების ნახვა. ეს არის მხოლოდ დასაწყისი, ჩვენ ზოგადად ვაპირებთ, რომ საერთაშორისო არენაზე გავიდეთ, ახლა მოლდავას დავიმატებთ, შემდგომ უკვე ბოსნია-ჰერცეგოვინას, ხორვატიას, ანუ იდეაში პოსტსაბჭოთა სივრცეს ნელ-ნელა ავითვისებ და მერე უკვე ევროპულ ბაზარზე შევალთ. ქვეყანაში სასოფლო ინფრასტრუქტურა ჯერ კიდევ გაუმართავია. ყველა რეგიონში ჯერ კიდევ არ არის წყალი, გაზი, ელექტროენერგიაც კი. შესაბამისად, ნაკლებად რეალურია ხარისხიანი სასოფლო ტურიზმის მასშტაბური განვითარება. ამ საბაზისო პრობლემების მოგვარება კი სახელმწიფოს ვალდებულებაა. აგროტურიზმში რეგიონებს შორის წამყვანი დღეს ჩვენთან კახეთია. შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ჩვენ ჩავატარეთ გამოკითხვა როგორც ტურისტების, ასევე აგროტურისტული ობიექტების. და გამოიკვეთა აი მათი მხრიდან აგროტურისტული ობიექტებისგან პირველი რაც მათ აღნიშნეს, ეს არის ინფრასტრუქტურული პრობლემები, ეს არის გზა, წყალი, დენი, რაც მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება და ამ პრობლემას თემის დონეზე და სოფლის დონეზე თვითონ ისინი ვერ გამკლავდებიან, ეს უფრო მასშტაბური პროექტები და სახელმწიფომ უნდა მიაქციოს ყურადღება. იმიტომ რომ თუ არა გაქვს შენ სუფთა წყალი, სასმელი წყალი, რაც პრობლემებს შეუქმნის დაუშვათ ტურისტებს, უკვე პრობლემაა და ამის განვითარებაზე საუბარი რთულია. თუმცა მინდა გითხრათ, რომ მაგალითად თვითონ რეგიონები რო შევადარეთ აგროტურიზმისგან, პირველი წამყვანი რა თქმა უნდა არის კახეთი. ღვინის ტურიზმი, იმიტომ რომ სახელმწიფომ დიდი რესურსი ჩაარდო ამ დარგის პოპულარიზაციაში და რეკლამირებაში. თან განვითარებული დარგია ჩვენთან როგორც მოგეხსენებათ და რა თქმა უნდა პირველი აგროტურისტული ობიექტების განვითარება და აგროტურიზმი წავიდა კახეთის მიმართულებით, თუმცა სხვა რეგიონებიც არ ჩამორჩებიან ნელა-ნელა, ისინიც ვითარდებიან და მნიშვნელოვანია რომ აი ამ კუთხით სახელმწიფომ სერიოზული დაფინანსება და რესურსი ჩადოს ინფრასტრუქტურის განვითარებაში. ინფრასტრუქტურული პრობლემების გარდა აგროტურისტული ობიექტების სრულფასოვანი ოპერირებისთვის გამოწვევაა სამუშაო ძალა, კვალიფიციური მუშახელი და უცხოელ სტუმრებთან ენობრივი ბარიერიც. პრობლემაა სასტარტო კაპიტალიც. როგორც სპეციალისტები ამბობენ, კარგი იქნება თუ სახელმწიფო პროგრამებში ფულად სააკრედიტო პოლიტიკა, ანუ დაფინანსების პოლიტიკა მათ საჭიროებებს მეტად მოერგება. გამოწვევად იყო დასახელებული მეწარმეების მიერ სამუშაო ძალის ნაკლებობა, კვალიფიციური მუშაკების პრობლემა, თუმცა იგივე პრობლემები პრინციპში იტალიაშიც წავაწყდით, რომ მუშახელი იქაც პრობლემაა. ენობრივი ბარიერი თქვას, რომ დაუშვათ რაღაცა უცხო ენაზე საუბარი და თუმცა ტურისტების მიერ უფრო აღნიშნული იყო დაუშვათ დივერსიფიცირებული კულინარია, იმიტომ რომ ბევრი არის ვეგეტარიანელი ჩამოდის და ქართული მოგეხსენებათ ხორცი და ისეთი მნიშვნელოვანი. ანუ კარგია რომ ჩვენ რაღაცა უფრო მასშტაბურად შევხედოთ, უფრო დივერსიფიცირებული გავხედოთ ჩვენი შეთავაზებები და რა ვიცი, მე მგონი რომ ძალიან დიდი პერსპექტივები გვაქვს, უბრალოდ საჭიროა სახელმწიფოს ხელშეწყობა. სახელმწიფოს ხელშეწყობა, ხო, აგროტურისტული ობიექტების მიერ კიდე დასახლდა რესურსებზე წვდომის პრობლემები. ფულად რესურსებზე, საკრედიტო რესურსებზე, ანუ კარგი იქნება თუ სახელმწიფო ამ მიმართულებითაც, მაგრამ იმედი მაქვს მას შემდეგ, რაც აგროტურიზმი განიმარტება შევაკანონმდებლობით, მოხდება მათი რეგისტრაცია და აღნუსხვა, შემდეგ შეიქმნება სახელმწიფო პროგრამები და დაფინანსება ექნებათ მათ უფრო მეტი წვდომა დაბალპროცენტიან საკრედიტო რესურსზე თუ საგრანტო პროგრამებზე აწარმოეს საქართველოს თუ სხვა სახელმწიფო პროგრამების მეშვეობით. დამეთანხმებით ტურისტი სოფლად პეიზაჟებისა და ღირსშესანიშნაობებით ტკბობასთან ერთად იქაური პროდუქტების დასაგემოვნებლადაც ჩადის. ენდემური ადგილწარმოშობის ნაწარმი არის მისთვის საინტერესო და სასურველი და არა იმპორტირებული. ამიტომაც ბიომეურნეობის ხელშემწყობის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ცოტა ხნის წინ გაიშვა, ცალსახად დადებითად ფასდება, თუმცა გასაკეთებელი ბევრად მეტია.
ეს ორი დარგი ერთმანეთთან გადაჯაჭვულია ნამდვილად, იმიტომ რომ როცა ტურისტი ჩამოდის და განსაკუთრებით უცხოელი ტურისტი, მისი ინტერესის სფერო არის ადგილობრივი კულტურის გაცნობა, ადგილობრივი კულინარიის, ღვინის წარმოების გაცნობა. ეს იმას ნიშნავს, რომ მათი ინტერესის სფერო არის ადგილობრივი პროდუქტი. აინტერესებს რა არის განსხვავებული, რა შეიძლება ახალი შეიგრძნონ და შეითავსოთ. საუბარია ბიოპროდუქტზე, იმიტომ რომ ახალი ტენდენციით ეს მასიური წარმოება არ არის იმდენად პოპულარული, გადადის უფრო ეს ბუტიკური, უფრო პატარა სოფლის პროდუქტზე, სოფლის ქათამი, რაც თქვენ ახსენეთ, მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს ფაბრიკაში გაზრდილი ქათმებისთვის, რა თქმა უნდა, სოფლად არ მოდის ტურისტი. მისი მთავარი ინტერესია, რომ ადგილობრივი გეოგრაფიული აი ადგილწარმოშობის პროდუქტებს, რასაც ეძახიან, გასინჯოს, დააგემოვნოს და შეიგრძნოს ის. ამიტომ ეს ორი სფერო ერთმანეთთან ძალიან კავშირშია. ჩვენ სიმართლე გითხრათ, ქონია ესეთი შემთხვევები, როცა ჩადიხარ სოფლად და გთავაზობენ გაყინული ქათმისგან დამზადებულ პროდუქტს, ან დაუშვათ ცეზარის სალატს, რომელიც ტურისტისთვის ეს საინტერესო არ არის. მას აინტერესებს ქართული, ნამდვილი იქ წარმოებული, იქაური სოფლის კვერცხი, სოფლის ქათამი, ადგილობრივი აჯიკა, ყველაფერი აინტერესებს და ჩვენ ძალიან მრავალფეროვანი და მდიდარი სამზარეულო გვაქვს და შეგვიძლია ის კიდევ უფრო ღრმად ჩავიდეთ, ამოვიღოთ ის ძველი მივიწყებული ტრადიციული პროდუქტები, ბიოპროდუქტებზე დაფუძნებით და შევთავაზოთ, რაც აი ჩვენი წარმატების ის იქნება ნამდვილად გარანტორი. დიახ, ტურიზმი მულტიდისციპლინური სფეროა. გაგიკვირდებათ და აღმოჩნდა, რომ ტურისტები ხშირად აგრარულ ბაზრებში ითხოვენ სტუმრობას ერის საქმიანობის და მისი იდენტობის უკეთ დასანახად. ქართულ აგრობაზრებში უცხოელებს ხშირად უჩნდებათ კითხვა, რატომ არის დახლებზე ამდენი უცხოური ნაწარმი, როცა ჩვენ აგროწარმოებისთვის აუცილებელი ყველა პირობა გვაქვს. ტურიზმი ისეთი მულტიდისციპლინური სფეროა, რომელიც მოიცავს ძალიან ბევრ სხვადასხვა მიმართულებებს. მაგრამ მე პირადად მას უყურებ როგორც კულტურის პოპულარიზაციის, ერის პოპულარიზაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს, რომელშიც ძალიან კარგად ჩანს ქვეყნის ეკონომიკა, ქვეყნის პოლიტიკა, ქვეყნის სოფლის მეურნეობა, ქვეყნის ისტორია, ეთნოგრაფია და ზოგადად ერის კულტურა. აი მაგალითად ტურისტები ძალიან ხშირად ითხოვენ, რომ საკოლმეურნეო ბაზარში წაიყვანო. შეიძლება პროგრამაში არც გაქვს, მაგრამ თვითონ სურვილი აქვთ. და იმის მიხედვით აფასებენ ქვეყნის ეკონომიკას და სოფლის მეურნეობას, იმიტომ რომ მე თვითონ უამრავი кейსი მაქვს ამასთან დაკავშირებით, რატომ შემოდის თქვენთან ამდენი კარტოფილი, ამდენი ბოსტნეული გარედან, როდესაც თქვენ უამრავი მიწა გაქვთ, საოცარი მრავალფეროვნება გაქვთ ნიადაგების. საქართველოს რამდენიმე ტიპის მრავალფეროვანი ნიადაგი აქვს, რომელსაც დაცვა და გაფრთხილება სჭირდება. სწორედ ასე ებმის აგროტურიზმი ეკოტურიზმს. გარემოს დაცვითი ნორმების სწავლა კი საბავშვო ბაღიდან უნდა იწყებოდეს. ზოგიერთ ქვეყანას 2-3 ტიპის ნიადაგის მეტი არ აქვს და ჩვენ ქვეყანას რამდენიმე აქვს. ანუ ყველა რეგიონს შეიძლება კონდეს რამდენიმე სხვადასხვა სახის ნიადაგი, ეს უდიდესი ბუნებრივი სიმდიდრე არის, ღვთის თუ განგების საჩუქარია, ხო? რომელსაც სჭირდება გაფრთხილება. აქედან ბმაში გადავდივართ ეკოლოგიურ ტურიზმში, ხო? ანუ ეს დაუშვათ აგროტურიზმსაც ემეზობლება, ასე ვთქვი, არა, ენათესავება ძალიან ახლო ურთიერთობაში. ხო, და აქ ძალიან მნიშვნელოვანი არის დაუშვათ როგორ ვაბინძურებთ ჩვენ აქედან გამომდინარე გარემოს, როგორ ვუვლით ფლორას, ფაუნას, ხო? და ამის ცნობიერების ამაღლება. აგროტურისტი ყოველთვის ინტერესდება რა ნაწარმს აწვდიან. იმისთვის რომ მაგალითად ქართული რძე დააგემოვნოს ან ქართული ყველის გემო შეიგრძნოს, ეს პროდუქტი ქართული ჯიშის ცხოველმა უნდა მოგვცეს. ადგილობრივი ჯიშის ძროხას კი სჭირდება ქართული ხორბალი, ადგილობრივი წარმოების სილოსი, სოიო და ბოლოს საძოვარი.
აქედან კი ისევ აგროგარემოში, ანუ ეკოლოგიაში გადავედით, რაც ტურიზმში ეკოტურიზმის სახით ითარგმნება. გასტროტურისტი არის ყველაზე ჭკვიანი ტურისტი. ფუდ ტურისტ შეიძლება ნედლეული აინტერესებდეს და კულინარიულს დავუშვათ კერძი როგორ კეთდება, მაგრამ გასტროტურისტს ყველაფერი აინტერესებს, ისტორია, ეთნოგრაფია, ნედლეული საკვები, მაგრამ ნედლეულზე ყოველთვის კითხულობს ეს ჭკვიანი ტურისტი. ანუ შენი ენდემური ძროხაა? ენდემური ძროხა რო იყოს, ხო, დავუშვათ ის წითელი კოლხური ძროხა, ან კვარაცხელიას ჯიშის ძროხა, ან თუშური ცხვარი, ხო, სასწაული ჯიშები, ან კოლხური ცხვარი, ან მეგრული თხა, ხო, მას ხო სჭირდება საძოვრები. ხო, მას ხო სჭირდება ანუ წყალი, იმიტომ რომ წყალი და ის ბალახი, რომელსაც ის ძოვს, განაპირობებს მის ტექსტურას. შემდეგ, როდესაც ის ჩვენ მაგიდასთან მოგვაქვს. რატომ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის და დარეგისტრირებული ადგილწარმოშობის პროდუქტად, მაგალითად, წყალტუბოს ქინძი. განაქინძი აქეთ არ მოდის, მთელი თბილისის ბაზრები მიაგხობს მარნეულის ქინძს. იქ არის განსაკუთრებული ნიადაგი, განსაკუთრებული წყალი, განსაკუთრებული ბუნება, ანუ ფლორა, ფაუნა, გეოგრაფია, ეს ყველაფერი ქმნის გასტროტურისტისთვის ხელმისაწვდომ ყველაფერი იმას, რასაც ჩვენ წინაპარი მოიაზრებდა. ჩვენს წინაპრებს ხო მოყავდათ სელი, კანაფი, სიმინდი, მაგრამ ასვენებდნენ იმ მიწას. და არაფერი არ შექონდათ, სპეციალური სამარხები იყო, ნაკელი სამარხები, სპეციალური შესაწამლი, ასე ვთქვათ, ვაზისთვის, მაგალითად, ჭინჭარს წყალში ალბობდნენ, დუღილის პროცესს გადიოდა და იმით იწამლებოდა ვენახიც და ბოსტნეულიც და რა ვიცი, პომიდროების მთელი ყანები, ეკოლოგიურად სუფთა, მაგრამ დღეს პესტიციდებით არის გაჯერებული, იმიტომ რომ ჩქარა მოვიდეს, მალე მოვიდეს სამწუხაროდ. ამიტომაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ტურიზმის ყველა მიმართულებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს აი ამ ეკოლოგიური სისტემის გაფრთხილებას და დაცვას. ამით აგროსიახლეები დასრულებულია. აგრარულ და ეკოგარემოზე, აგრარულ ეკონომიკაზე, წარმატებულ აგრობიზნეს ისტორიებზე, მუნიციპალურ განვითარებაზე, ზოგადად რეგიონების ცხოვრებაზე და მათ პრობლემებზე, ასევე სხვა ბევრ საინტერესო თემაზე ჩვენ რეგულარულად გთავაზობთ მასალებს, ვიდეოს, აუდიოს და სტატიების სახით ჩვენს Facebook გვერდზე აგროსიახლეები. მოიწონეთ და გამოიწერეთ ჩვენი სოციალური ქსელი, მოგძებნეთ და გახდით ჩვენი მიმდევრები Instagram-ზეც და გამოგვიწერეთ YouTube-ზეც. ჩვენი გადაცემის ნახვა კი შეგიძლიათ როგორც აგროგარემოტივისა და მაუწყებელთა ალიანსის წევრი რეგიონული მაუწყებლების ეთერებით, აგრეთვე ვებგვერდზე agrogaramoji. ერთი კვირით გამშვიდობებით. ნაწარმოები შეიცავს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან მოწყობილობის მოხმარებას. ნუ აიძულებთ ბავშვებს ისუნთქონ თქვენი კვამლი. მოწევა მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისათვის.